მოკლედ, აი ეხა ვიღებდი ვაკეთებ მოკლედ ვიდეოს, სადაც ამოგვივიდოდათ TikTok-ში ერთი პატარა შორტი, სადაც ერთი ქალბატონი ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად ბეჯითები არიან ინდოელები და რამდენად კარგად სწავლობენ და მუშაობენ კიდევაც და აი ამ ქართველ ბავშვებს ხო ვერ დავაჯენთ მაგიდასთან და ვერაფერს ვერ ვასწავლით ჩვენ კონსპექტებს ვუკეთებთ ყველაფერს და თვითონ აი ვაფშე არაფერს არ აკეთებენო და აი ეს ინდოელები სწავლობენ კიდევაც მუშაობენ კიდევაც და ნუ ხართ ქსენოფობებიო რა ესეთი რაღაცა ვიდეო ამოგივიდოდა შეიძლება TikTok-ზე და მეც დამაინტერესა ამ ვიდეომ თან ბოლო ვიდეო გავაკეთე მე იმიგრანტებზე და ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი აი ამ თემაზე მე სავარაუდოდ სხვათა შორის ძალიან კაი კომენტარები გამიკეთეთ და ძალიან მადლობელი ვარ ძალიან კაი ვიდეო აღმოჩნდა თუმე არ ველოდებოდი ეგრეთ თუ გავარდებოდა 3000 ნახვა ძალიან კაი რეზულტატი არის ჩემი არხისთვის ბევრი გამომწერი ლაიქი კაი კომენტარები კაი ხანი არ მქონია ეგეთი პოზიტიური ვიდეო ჩემ არხზე და ძალიან მიხარია და ნუ აი ვაპირებდი რაღაცა ინტერვიუს განხილვის გაკეთებას რა ნუ ასე ვფიქრობდი და TikTok-ზე ამოვიდა ეს ვიდეო სადაც ეს ქალბატონი დასცინის არა და უფრო აკრიტიკებს ახალგაზრდებს რომლებიც არ სწავლობენ და ინდოელებს აქებს ნუ მე ისეთი ადამიანი ვარ რომ ასე ვთქვათ, აი რაღაც ხმები ისმის ახლა, აი საერთოდ არ ველოდებოდი ახლა ეს თუ ჩავიწერდი ვიდეოს, პროსტა აი ინტერვიუს ვუყურებდი და აი შოქში ჩავარდი უბრალოდ რა. და აი ესეთი რამე ხდება რა. რომ ლაპარაკი მიდის ამ ესეთი არხი არის ალტერ და აქვთ რუბრიკა პოლიტიკის საათი და ნუ პოლიტიკოსებს ასე სხვადასხვა ადამიანებს ეკითხებიან სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ლაპარაკობენ მოკლედ რა და სტუმრად ყავდათ მოყვანილი თამარ ჩიბურდანიძე მე სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცოდი ვინ იყო თამარ ჩიბურდანიძე და ნუ მე გავიგე მოკლედ რა ვინც იყო თამარ ჩიბურდანიძე რაღაცა ინფორმაციები მოვიძიე და ნუ აი საინტერესო ინფორმაციას ყვება ინტერვიუზე რა ხო და მე ისეთი ადამიანი ვარ რომ არ მჯერა რა ესეთი მოკლე ვიდეოებს რო ადებენ რაღაცას რომ მოაჭრიან და რო დადებენ და ნახეთ რა თქვაო და აი კონტექსტი რო არიცი რა ხო და მეც მეგონა რომ ეხა ნუ არ მგონია რომ კონტექსტი ჩემი აზრით კონტექსტი ისეთი იყო რომ უნდა ეთქვა ამ ქალს ეგეთი რამე ან რაღაცა ამოჭრეს სადაც ამბობს რომ ეს ყველა ბავშვს არ ეხება ყველა სტუდენტს არ ეხება ან რაღაცა და ნუ აი ამ იმედით ვუყურებდი ინტერვიუს და თან გამიმართლა იმიტომ რომ იმ თემაზე ლაპარაკობდა ქალი რომელიც მე თვითონ მაინტერესებდა ზოგადად დიდი გამოდის ახლა TikTok-ის ვიდეოსთვის YouTube-ზეც დავდებ შორტიც მიდან დავდო და ყველაფერი და მოკლედ ესეთი რაღაცა ხდება ეხლა რა ვუსმენ ამ ინტერვიუს ვუსმენ რაღაცეებში ვეთანხმები იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია თქვა ამ ქალმა და თვითონაც ერკვევა ძალიან კარგად სხვადასხვა საკითხებში და ნუ აი მეც ძალიან დავინტერესდი რაღაცეებში ვეთანხმები რაღაცეებში არ ვეთანხმები და მიადგა ზუსტად აი ამ საკითხს რა და აი ჩავთავ მე ხა ამ ვიდეოს რა აი ამ მონაკვეთს და თქვენ რას ფიქრობთ? ვარიანტი გავისაუბრეთ მე ინგლისურად ვისაუბრეთ სხვათა შორის იცოდა მან ინგლისური ძალიან აი მე მინდა ვთქვა რომ მე ხლა ვისაც ვიცნობ ინდოელებზე მაქვს ძალიან მონდომებული სტუდენტები არიან სხვათა შორის სწავლობენ თუ ვინმე სწავლობს ხა ჩვენთან სამედიცინო ფაკულტეტზე არიან ძალიან ბევრი დღე და ღამე სწავლობენ ეს ბავშვები ჩვენი ქართველი სტუდენტები რომ დღე და ღამე წინთან ძლივს მიიყვან და არ უნდათ სწავლა გამოცდები მოდის და კიდევ შენ პროფესორი და ლექტორი თხო აკითხავ ურეკავ მოდი გასწავლო უღეჭავ კონსპექტს უკეთებ ოღონდ რამე ჩავიდეს მაგათ თავში ამ ბავშვებთან ეს არ გჭირდება ესენი დღე და ღამე ზიან და მუშაობ ვისაც სწავლობენ პლუს მუშაობენ იმიტომ რომ ესენი ღარიბი ოჯახის წარმომადგენლები არიან და აქ ხომ უნდათ თავის შენახვა არ ყოფნით ახლა თავიანთი ოჯახები იქიდან ვერ უგზავნიან უნდათ თავის შენახვა და ეს ბავშვები კანონის ფარგლებში მუშაობენ ვინც უკანონოდ იქცევა მას ქვეყნიდან აცელებენ ხო და აი მე ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა ქართულ ოცნების ამომრჩეველსაც ვეუბნები და ქართულ ოცნებასაც ვეუბნები აი რა დაგიშავათ ქართულმა ერმა აი რატო ხართ სულ ამ ახალგაზრდობის კრიტიკაში რატომ ხართ ამ ქართველების კრიტიკაში ანუ
ქალი მთელი ქალბატონი არ მინდა ახლა შეურაცხყოფილად მივაყენო ან რაღაცა ძალიან შეურაცხყოფილად თქვა ან რაღაცა უცდელობა თქვა ან რაღაცა აი ვაფშე არ ვაპირებდი ახლა ესეთი ვიდეოს გადაღებას რა მეთქი ყველაფერს ვიტყოდი ძალიან დიდი ვიდეო გამომდის ახლა რაღაც აი როგორც 12 სართული versus ნაციონალური მოძრაობის ვიდეო იყო რაღაც 48 წუთიანი ესეც გამოდის ძალიან დიდი თვითონ ინტერვიუ არის 1 საათიანი და პლუს ჩემი აზრები რაღაცები გამოვა ძალიან დიდი ვიდეო მოიმზადეთ მაგრამ აი ესეთი რაღაცა მაინტერესებს რომ აი მართლა ვერ ხვდები ახლა აი რატომ გონიათ რომ აი ამ ქართულ სტუდენტებს თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ და აი ამ ინდოელებს სულ აქებთ და ადიდებთ რაღაცას ამისგან კარგს მიიღებთ ანუ რაღაცა ანუ რატო გონიათ რომ ეს არის სწორი რატო გონიათ რომ ეს არის კარგი გასაგებია რომ ქვეყანაში ანუ მე იმას კი არ ვამბობ რომ ქვეყანაში არ არიან ესეთი სტუდენტები პირიქით ქვეყანაში ძალიან ბევრი სტუდენტი არის ეგეთი ძალიან სულ დღეში არის ჩვენი განათლების დონე ქვეყანაში და ანუ იმის მაგივრად რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენ ახალგაზრდებს რომ უფრო კაი განათლება მიიღონ, უფრო განათლებულები იყვნენ, უფრო კარგ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ჩვენი უნივერსიტეტები, რომ უფრო კარგად ასწავლიდნენ და ასე და ასე. შემდეგ მხოლოდ ვაკრიტიკებთ. მხოლოდ ვაკრიტიკებთ და ვაკებთ ინდოელებს. ვაკებთ ინდოელებს და აი ერთი მაგალითი მინდა ვთქვა, რომ აი რატო არავინ არ ლაპარაკობს მაგალითად ჩემი კლასელი არის ნატალია რეჟავა, რომელმაც 70-დან 70 ქულა აიღო ბიოლოგიაში. და დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება, ეს უბრალოდ ჩემი ნაცნობი იყო და მე ვიცი, რომ ჩემი ნაცნობი მეგობარი ნატალია რეჟავა აიღო 70-დან 70 ქულა. ხო და ეხლა ბოდიშით ანუ აი მართლა ისეთ სიტუაციაში ვარ რომ აი მართლა არ ვემზადებოდი საერთოდ არ ვილდებოდი ეხლა იმას რომ ვიდეო ხმა მიქნებოდა ჩასაჭრენ წერი როცა ხმას ვიწერ ვემზადები სერიოზულად და შეიძლება ეხლა უკრან გესმოდეთ რაღაც ხმები ან რაღაცა ხო და ისე რა ქვია ტელეფონი დავიწერ ეხლა ხო და იმის თქმა მინდა რომ მარტო ჩემმა მეგობარმა ნატალია რეჟავამ კი არა ნუ აი ძალიან ბევრმა შეიძლება არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არსებობენ ახლა უცხო ენებში რომ აი ეს მაღალი ქულები რაღაცა და აი ეს არც მე არ მინახავს არც ერთი იმედის, არც ერთი პოსტების, ანუ არც ერთი ქართული ოცნების პროპაგანდისტური მედიის დადებული პოსტი, სადაც აი ამ ხალხზე ლაპარაკობენ და ინდოელებს რო იცავენ და ქსენოფობებს რო გვეძახიან და რუსებს რო იცავენ, აი იმდენს გაჩვენებთ რომ, რავიმე, აი მთელი ფაილები მაქვს მაგისი და აი ქართულ სტუდენტებს რომ აქებენ და რომ იმაშვებიან რომ აი ამან აი ესეთი მაღალი ხულები აიღეს და რაღაცა აი ესეთ პოსტებს რატომღაც ვერ ვხედავთ ქართული ოცნების წარმომადგენლებიდან და აი ძალიან მაინტერესებს რატომ ძალიან მაინტერესებს თუ აი რა დავაშავეთ და აი ძალიან მაინტერესებს თუ რა უნდათ აი რას იღებენ ამით აი მართლა გონიათ თუ არა რომ ეს არის ის გზა რომელსაც უნდა გაყვენ ბოლომდე და ну ამ მიტინგების გამო ხო საერთოდ მთელ ახალგაზრდობას გაუნათლებელს და რევოლუციონერებს გვეძახიან და კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს რომ ინტერვიუში ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები იმაზე ну საერთოდ ინტერვიუ ეხება იმაზე რომ აი ეს სიმართლე არის თუ არა რომ წაგვლეკავენ მალე და გადაშენების პირას ვართ და დეტალურად ამას ეს ვიდეოშიც მაქვს ნალაპარაკები, ახსნილი მაქვს ვიდეოში, ჩემს ბოლო ვიდეოში თუ სიამდვილეში რა სიტუაციაში არის საქართველო და ეს ქალიც ახლა ხსნის ამ ყველაფერს და ისა რა ქვია რო ლაპარაკობს იმ პრობლემაზე, რომ ჩვენი განათლება არ არის ისეთ კარგ დონეზე საერთოდ არ ლაპარაკობს არც ერთი მე არ მსმენია არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი რომ ლაპარაკობდეს ამ პრობლემის მოგვარებაზე. ანუ ეს ხო საერთოდ ისეთი თემა არის რომ ქართულ პოლიტიკაში არავინ არ ლაპარაკობს პრობლემის მოგვარებაზე მხოლოდ
იმაზე ლაპარაკობენ რაღაცა უმაღლეს ხელფასებს და ძალიან დიდ პენსიებს და რაღაცეებს და როგორ არავინ არ გვიხსნის, მაგრამ აქ იმასაც არ ვპირდებიან, რომ რაღაცას გაგვიკეთებენ განათლების სტრუქტურის მიხედვით, განათლების სტრუქტურაში რაღაცას შეცვლიან. და აი ძალიან მაინტერესებს რამდენი ხანი გააგრძელებენ უბრალოდ ახალგაზრდების კრიტიკას, ინდოელების და იმიგრანტების ქებადიდებას, ჩვენ ქსენოფობებს დაგვიზახებენ და ისე რა ქვია, თვითონ ასე ილაპარაკებენ, ჩვენი ხალხი გაუნათლებელია და ინდოელი სტუდენტები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო არის რა. მოკლედ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა აი ამ მოკლე ვიდეოთი, რომ ხალხო, ჩვენ ყავს უმაგრესი ახალგაზრდობა, ძალიან მაგარი ახალგაზრდობა ყავს ძალიან ჭკვიანი ბავშვები, ვულოცავ ჯერ ერთ-ერთიც ჩემ მეგობარ ნატალია ლეჟავას, რომ 70 ქულა იყო ბიოლოგიაში და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ და უფრო წინ უნდა ვიარო და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ახალგაზრდობა, რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ თავიდან და დამიჯერეთ ხალხო, ყავს ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული თაობა, ძალიან ახალგაზრდა თაობა ყავს, ვინც არ არის განათლებული. აი ეგ არის პრობლემა, რომ ქვეყანა არანაირად არ უწყობს ამ ხალხს ხელს, ამ ბავშვებს, რომ რამენერად დაეხმარონ. უბრალოდ ეძახიან, რომ თქვენ გაუნათლებელი ხართ, თქვენ სწავლის ღირსი არ ახართ და აი რას უკეთებენ, მე არ ვიცი, ხა აგდებენ უნივერსიტეტიდან, ამუშავებენ, ლავებენ და ინდოელები თანაცვლებენ ამ სტუდენტებს რა. და ხო, ხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ესე არ არის, როგორც ეს ქალი იძახის, ყავს ძალიან მაგარი ბავშვები, ძალიან კაი ახალგაზრდობა და თუ ჩვენ ყავს ისეთი ბავშვები, რომლებიც უნივერსიტეტში ან არ სწავლობენ, ან ეზარებად, ან რაღაცა და ლექტორები ვერასწავლიან და რაღაცა ეს არის მხოლოდ განათლების სისტემის ბრალი, ეს არის ზუსტად ეგეთი ადამიანების ბრალი, როგორც არის ქალბატონი თამარი, რომელიც არ ცდილობს რომ პრობლემები მოაგვაროს, ხოლო სულს ხედავს ახალგაზრდობაში და ჩვენ ბავშვებში და აი მართლა გული მწყდება რომ აი მართლა ეხლა მალე მინდა უკვე დავამთავრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და აი მართლა გული მწყდება იმ ხრივ რომ აი რა დონეზე დავეშვით რომ ინდოელებს ვაქებთ და ჩვენ ქართულ ბავშვებს ვაკრიტიკებთ. მე აი მეტი არაფრის თქმა არ მინდა და შეიძლება მე იმ დიდ ვიდეოში უფრო მეტი ვილაპარაკო ამ თემაზე და ხო, აი ესეთი მოკლე და ძალიან დაბალი ხარისხის ვიდეო გამომივიდა, მე უბრალოდ იმიტომ რომ აი ძალიან მოკლედ მინდოდა გამეკეთებინა ჩემი აზრი, აი პატარა აზრი ამ თემაზე, მე იმ დიდ ვიდეოში უფრო მეც ვილაპარაკებთ ყველა იმ დეტალზე, რაც თამარს ყველა იმ პრობლემაზე, რაც თამარმა ილაპარაკა ინტერვიუში და უფრო დეტალურად მოკლედ და გემშვიდობებით ამით.